ქალბატონი თამარი მინდა რომ ჩაერთოს აუცილებლად დისკუსიაში. ერთ-ერთი საკითხი კიდევ რაზეც კონკრეტულმა დაზარალებულმა გამოაცხადა პრეტენზია, ეს არის აი 5,000 ლარი, რომელსაც მიიღებს ყველა ოჯახი და ისინი ბუნებრივია აცხადებენ, რომ არ არის საკმარისი ეს იმ ქონების ასადანსღაურებლად, რომელიც მათ ჰქონდათ. თქვენ როგორ ფიქრობთ? და 250 ლარი თქვენ ნახეთ როგორც მოიხსენია, როგორც მზესუმზირის ფული. დიახ, მოგესალმებით. ვეთანხმები ადამიანის სულზე 250 ლარი, დიახ. პოზიციას, რომ 5,000 ლარი ალბათ ეს არ არის ადეკვატური თანხა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ქმნიდნენ ხომ ამ თავის საცხოვრის და თანდაც იცით რაში არის საქმე, აი ახლა ირაკლი მერია, როდესაც ლაპარაკობს საკუთარ კეთილდღეობაზე, აქვს რაღაცა გარკვეული საზომი. აი მე გთხოვთ ძალიან, ზუსტად იგივე საზომით გაზომოთ თქვენ ამ ადამიანების კეთილდღეობაც მომავალი, რომელიც ახლა ჩვენ უნდა შევუქმნათ, იმიტომ რომ მათ რაც შექმნეს, ის არის დაკარგული. ქალბატონორიმა, მე თქვენ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ დღეს არ არის იმისი დრო, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, რატომ მოხდა ასე. ამისი დრო იყო გუშინაც და გაცილებით უფრო ადრეც. ამისი დრო არის ყოველთვის და არის იმიტომ, რომ სხვა დროს ეს აღარასდროს არ გამეორდა. შეცდომებზე არ არის ახლა მაგის დრო, ეს ვიცით, ამას კვლევა მიმდინარეობს. ტელევიზიაში ნუ ვილაპარაკებთ, ქალბატონორიმა, მეც მაცალე. ტელევიზიაში ნუ ვილაპარაკებთ. მაგრამ ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს და ამას არ ჭირდება, იცით, ძალიან ბევრი დრო. ეს უკვე უნდა იყოს ისევე როგორც არ ჭირდებოდა. სიჩქარემ რა ვიქნა ჩვენ ხედავთ ახლა. იცით რას გეტყვით? თქვენ ჩქარობთ დღევანდელი ხელისუფლება, როდესაც საქმე ეხება აი მაგალითად ხეების მოჭრას. ზის ამოსულას ასწრებთ ხოლმე და ისე გავარდებით განცხადების დაწერაშიც და ხეების მოჭრაშიც და აქ იჩქარეთ. აქ იჩქარეთ. არა, ეს რა დროს? ხეების მოჭრა ყოველთვის არის. აი ხეების მოჭრამ განაპირობა ზუსტად ძალიან ბევრი ის უბედურება, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა. მაგალითად მოგიყვანეთ, რაღაცა დროს ალბათ ჯობია რომ არ აჩქარდეთ, მაგრამ აი ამ სიტუაციას ნამდვილად ჭირდება აჩქარება, მე არ მოგიწოდებთ რომ გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ ორ კვირაზე მეტი არის გასული უკვე. ეს ხალხი იმყოფება ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში არიან, მე ამაში ჩემ თავსაც ვადანაშაულებ. ჩვენ დედებმა და მამებმა, ბაბუებმა და ბებიების თაობამ გადავდგით აი არასწორი ნაბიჯი, უგუნური ქმედებების, ჩვენი უგუნური ქმედებების შედეგად. მივიღეთ ის, რომ დაიღუპნენ ჩვენი შვილები. და ჩვენ ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარასოდეს ეს არ მოხდეს და როდესაც ივნისის დასაწყისში ადიდ და ვერე, მაშინ აი რო არ გადაედო ხელისუფლებას ეს საკითხი განსახილველად და მაშინ ვერო ეთქვა, როგორ ავიცილოთ კიდევ თუ ადიდდება ვერე, მაშინ შესაძლებელია ესეთი მძიმე შედეგი. ქალბატონო თამარა, ეს ხომ არ გამოიწვია, ამას სპეციალისტები ამბობენ, მე და თქვენ კი არა, ამას ამბობთ დარგის სპეციალისტები. ეს უნდა დააკავშირო ვერესთან და ეს დაკავშირებაც რო ვერ მოხდა, ეს კიდე მეორე უბედურებაა. იმან წარმოქმნა. ამიტომ გეუბნებით. უნდა შეფასდეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და გაცხადდეს. სად იყო დაშვებული შეცდომა? არა მხოლოდ წინა ხელისუფლების და იმის წინა ხელისუფლების, არამედ დღეს ჩვენ რა შეგვეშალა, განსაკუთრებით პრევენციის მომენტში რაში დაუშვით შეცდომა, რომ აღარასოდეს არ მოხდეს არც ერთ ხეობაში ეს. ეს ხალხი ელოდება გარკვეულობას. იმას კი არ ითხოვენ, რომ დღესვე უნდა დაგვაკმაყოფილოთ ჩვენ ბინით. მათ სჭირდებათ, რომ იცოდნენ, როგორი იქნება მათი მომავალი. იცით რაში არის საქმე, ბატონო ირაკლი და ქალბატონო რიმა, მე ერთი წამით არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ყველას ჩვენ ვინცა ვართ, სულ ყველას გვინდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ძალიან კარგად. მაგრამ ჩვენ რომ ვაფასებთ, როგორ კეთდება, არ მოგწონს. და ამიტომ გეუბნებით. აი რა არ მომწონს ბატონო ირაკლი, იცით? დღეს ეს დოკუმენტი, რომელიც მე მგონი ყველას გიდევთ ჩემს გარდა,
იყო სოციალურ ქსელებშიც და მე ძალიან ბევრმა დაზარალებულმა დამირეკა. შეშფოთებულები იყვნენ, გვიშველეთ და დაგვეხმარეთო და მიყვებოდნენ რა იყო ამ დოკუმენტში. თქვენ ხას უსვამთ რომ თქვენამდე ეს დოკუმენტი არ მოვიდა? ჩვენთან არ მოსულა ოფიციალურად. იცით რა ეხა ატაქვიშეთიდან რაღაცის მოპოვებას არ ვაპირებ და მე იმის განხილვას. სამუშაო დოკუმენტი არ უნდა იყოს ისეთი, არც სამუშაო, რომელსაც ჭირდება ბატონი ირაკლი ახსნა განმარტებებისთვის. კანონი ვისთვის იწერება? არა, როგორ სამუშაო დოკუმენტი ქვია და ყველა თელმა მოსახლეობამ იცის. ეს უკვე სამუშაოობას ცილდება და სამუშაო დოკუმენტშიც, აი თქვენ რო შექმენით ეს დოკუმენტი, არ ვიცი ახლა ალბათ თქვენც მიგიწვით ხო ამაში წვლილი და გადაეცით საკრებულოში ოცნების წარმომადგენლებს მათ ხო უნდა წაიკითხონ განმარტებები კანონს აღარ უნდა ჭირდება. ხო, როგორ ფიქრობთ, არ წავიკითხავთ ქალბატონო თამა? არა, წაიკითხეთ, ხო, და არა, როგორ ფიქრობთ, არ წავიკითხავთ ამას? იმედია ამ ფორმით არ შეგვიძლია. როგორ არა და მაგას ვამბობ, რომ წაიკითხავთ, ის ისე უნდა იყოს. ჩვენთან ერთად წაიკითხავთ ამას. ჩვენთან ერთად ვერ წავიკითხე აგერ დღეს მაგალითად. რატო არა, დღეს არ იყო ეს იყო რაღაც შავი დოკუმენტია მოსული, ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი. ხო, შავი დოკუმენტიც მოგვეცი და ძალიან კარგ შენიშვნას მოგაწვით, რომ არ გაიწელოს ეს დროში უსასრულოდ. იმიტომ რომ ეს ხალხი არის მოლოდინის რეჟიმში და უკვე გადაეწურათ ყველაფერს. საინტერესო ამაში რამე საინტერესო ოპოზიცია რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ქალბატონო თამარ დაზარალებულების ამჟამინდელ მდგომარეობაზე რომ ვისაუბროთ. იცით რა არის ქალბატონო რიმა, თქვენ კი ამბობთ რომ აი ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი არისო, ეხლა რასაც ვისმენ, იმიტომ რომ ხედავ სრულიად სხვას და რა ვიცი, ჩვენც აი სულ ყოველთვის ესე გამოდის რატომღაც რომ ჩვენც ვლაპარაკობთ რაღაცას, გეუბნებით რაღაცას, ვხედავთ რაღაცას, თქვენ ამას ვერ ხედავთ და ეტყობა ამ შემთხვევაშიც ესეა. იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალებული მირეკავს და განსაკუთრებით ეს იყო დღეს. ყოველთვის მეხმაურებიან და მეუბნებიან რომ არ გვაქცევენ ყურადღებას, არ მოვიდნენ, არ აღწერეს, ეხლა არ გვარებს არ დავასახელებ. არ დაასახელებ. იცით რატომ? რა ვიცი, მე რაღაცა აი მაშინ მე გეჭირა. ბევრია ასეთი არის. გამდენის პრობლემას აი შეგიძლიათ კონკრეტული სასტუმროები თქვა, სადაც თქვენ პირადად იყავით? არის. კონკრეტული სასტუმროები. აი აისბერგში ვიყავით. აისბერგში იყავით? ხო, თქვენ მე რა გამოცდას მიტარებთ, ახლა მასად გავდივართ რაშია საქმე. ძალიან გთხოვთ. ჩემი თანამშრომლები, გამგეობის თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში დადიან აქ. ამაზეც მოყვებით ადამიანების ნაწილი სხვათა შორის ტელევიზიიდანაც გვესაუბრებოდა, რომლებიც მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ვართ უყურადღებოდ. ამას გეუბნებით იმის გამო, რომ ჯერავ რომ თქვენც გინდათ, რომ ეს ყველაფერი ასე არ ხდებოდეს, მაგრამ მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, რატო ხდება მაინც ასე. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ორ კვირაზე მეტი არიან მოლოდინის რეჟიმში და ამას საყვედურობენ, არიან ადამიანები, რომლებთვისაც აი ყოველი წუთი და დღე არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის და უკვე უნდა გაგვეკეთებინა, რომ მათთვის აი ეს დღეები არ გახდეს ესეთი სატანჯველი. იტანჯებიან, იმით არიან უკვე დატანჯულები, ხო, რაც მოხდა. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ბოტებში და საწვირმაში სიარული კი ბატონო გასაგებია, ოღონდ ხელისუფლებისაგან ცოტა სხვა მოთხოვნები აქვს, იცით ხელისუფლებასთან ჩვენ მოსახლეობას. უბოტებოთევლოთ კოსტუმში და გადაეჭრათ და მოეგვარებინათ ის პრობლემები, რომელიც აგვაცილებდა თავიდან ადამიანურ მსხვერპლს მაინც. თორე იმ დღეს ყველა ბოტებში და საწვიმარში იყო. და ეხლა ეგეც რო არ გაეკეთებინათ, მაშინ მთლად დაღუპული ყოფილა ამ ხელისუფლების. მორალური დგომა გაცილებით უფრო მეტი არის საჭირო და ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ მზად ხართ თქვენ იმისთვის, რომ იმუშაოთ და კარგი იქნება თუ ნამდვილად დაიწყებთ მუშაობას, ოპოზიცია. მუდმივად ვართ მზად იმაში, ნებისმიერ საკითხზე ჩვენი წინადადებები, კომპეტენტური აზრი მოგაწოდოთ, ოღონდ თქვენც უნდა მოისმინოთ და რაც მთავარია, გაითვალისწინოთ.